ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმის განხილვა მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში. ამ წუთებში დაცვის მხარის ერთი მოწმის დაკითხვა ხდება. ეს არის შალვა თათუხაშვილის ნათესავი, რომელიც ამბობს, რომ დაზღუპულ თათუხაშვილზე ზეწოლა იყო. სწორედ მოწმეებზე ზეწოლაა დღეს მთავარი თემა, რომელზეც განცხადებებს ადვოკატები და ბაჩო ახალაია აკეთებენ. თამარ გოგესაშვილმა რამდენიმე წუთის წინ დატოვა სასამართლოს დარბაზი, ის პირდაპირ ეთერში ჩაგორთება. თამარ, წინასწარი ინფორმაციით დაგეგმილი იყო დათა ახალაიას დაკითხვაც, შედგება თუ არა ეს პროცედურა დღეს? დათა ახალაიას დღეს უნდა მიეცა ჩვენება სასამართლო პროცესზე, თუმცა სლომის დაწყებამდე ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაკითხვა დღეს ტექნიკურად ვერ მოხდება და დათა ახალაია დაიკითხება მომდევნო სასამართლო პროცესებზე. ის ამ საქმეში დაიკითხება როგორც მოწმე, რადგან მის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე ნავთლუღის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გამოყოფილია ცალკე წარმოებად, იმის გამო, რომ დათა ახალაიას ექსტრადიცია ამ დრომდე ვერ მოხერხდა. რაც შეეხება სასამართლო პროცესს, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე იკითხებიან უკვე დაცვის მხარის მოწმეები და როგორც ადვოკატმა განაცხადა დღევანდელ პროცესზე, ადვოკატებმა გამოიძახეს 6 მოწმე, თუმცა მათგან მხოლოდ ერთი გამოცხადდა სასამართლოში. მალხაზ ველიჯანაშვილი აცხადებს, რომ მოწმეებზე პროკურატურის მხრიდან ხორციელდება ზეწოლა, სწორედ ამასთან დაკავშირებით გააკეთა დღეს განცხადება თავად ბრალდებულმა ბაჩო ახალაიამაც. რაც შეეხება პროკურატურის პოზიციას, სახელმწიფო ბრალდება უარყოფს მოწმეებზე ზეწოლას და დაცვის მხარის განცხადებებს ხსნის იმით, რომ ადვოკატებს არ აქვთ მტკიცებულებები ბრალდების გასაბათილებლად. ადამიანი პასუხისგებაში მიცეს აქედან გასული, იმიტომ რომ სიმართლე დღეს დაბარებული იყო 5 მოწმე. უკაცრავად 6 მოწმე, 5 არა. საწავიდა 5 მოწმე. საწავიდა და დააშინეს ჩვეულებრივი მიზეზებით, როგორც აკეთებენ პოლიცია, პროკურატურა, ზოგი გაქრა, ზოგი საზღვარგარეთ წავიდა, ზოგი დაიმალა, ვერ პოულობთ. და გარდა ამისა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რაღაცა. მოუკავშირებთ ამას პოლიტიკას, მე რეალობას გეუბნები. დავით ახალაიას დაკითხვა ტექნიკურად ვერ ხერხდება მისი ამ პროცესზე დაკითხვა, ის აუცილებლად დაიკითხება ოღონდ შემდეგ პროცესებზე და სხვა გამოძახებული ყვა და კიდევ 6 მოწმე, მაგრამ ამ დროისათვის მხოლოდ ერთია წარმოდგენილი, ბრალდების მხარეს დამსახურებაა ეს, ისინი აშინებენ მოწმეებს და ჩვენებების მერე იბარებენ, კითხავენ, ზოგ შემთხვევაში აკავებენ კიდევაც და სწორედ ამან გამოიწვიეს, რომ მხოლოდ ერთი მოწმე გამოცხადდა, ამ ერთ მოწმეს დავკითხავ და გავუარკვევთ უთგე იმ მიზეზებს თუ რატო ვერ მოხერხდა მათი მოსვლა და ვიზრუნებთ, რომ მოყვანილი იქნეს ყველა ის მოწმე, რომელიც სიაში ყავს შეყვანილი. დაცვის მხარე, როგორც ხედავთ უკვე, მტკიცებულებების გარეშე მოდის სასამართლო პროცესზე და ამაში ადანაშაულებს პროკურატურას, რაც რა თქმა უნდა არ არის სწორი, იმიტომ რომ ჩვენ მათ მოწმეებთან შემხებლობა არ გვაქვს და დაცვის მხარეს არ აქვს არგუმენტი და მტკიცებულება, რომელიც ამ ფაქტს დაადასტურებს. რაც შეეხება ზოგადად პროცესს, ამ დრომდე როგორც თქვენთვის ცნობილია, დაკითხულია ბრალდების 60 მოწმე, გამოკვლეულია წერილობითი და დოკუმენტალური მტკიცებულებები, რომლებმაც ეჩვეუარი გახადა ბრალდებულების მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. ის რაც ბოლო დროს ხდება სასამართლო პროცესზე, ეს არის ბრალდებულების მხარდაჭერა მათი მეგობრების, ახლობლების და ნათესავების მიერ ცრუ ჩვენების მიცემით. ცრუ ჩვენების მიცემა არის დანაშაული და იჭება სისხლის სამართლებრივი წესით. რაც შეეხება თავად ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმის განხილვა უკვე არის დასკვნით ეტაპზე. მოსამართლემ კიდევ 3 პროცესი ჩანიშნა თვის ბოლომდე, რა დროსაც უნდა მოხდეს დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. სულ არსებითი განხილვის ეტაპზე დაიკითხა პროკურატურის 60-მდე მოწმე, 40-მდე მოწმე ყავს დაცვის მხარეს და სწორედ ამ მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ მოსამართლე გავა სათათბიროდ სავარაუდოდ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე. განაჩენი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. მადლობა, თამარ გოგესაშვილი საუბრობდა საქალაქო სასამართლო